სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან ნარს ღმერთი. დღეს ეკლესია ჩვენი ზეიმობს უფლის ფერის ცვალებას. რა დღე არის ეს? ღმერთის გამოჩინების დღე. ღმერთი სამყაროს გაეცხადა. იმდენად, რამდენადაც სამყარო შეეძლო მისი დატევა. ძე იდგა თაბორის თასაზე და მზესავით გაბრწყინდა. მისი შესამოსელი იქნა ნათელი, თეთრი როგორც თოვლი განსპეტაკდა. ხოლო მამის ხმა ისმოდა და ღრუბლი დაიფარა იქ როგორც სახე, სულიწმინდის სახე იყო ეს ღრუბელი. ეს არის ღმერთის გამოჩინება სამყაროში. მაგრამ სანამ ამაზე ვიტყოდეთ, მინდა შეგახსენოთ ეს ისტორია, რომ უფალი 12-დან 3-ს გამოირჩევს. რატომ ესენი უყვარდა და სხვა რა? უფალში მეტნაკლებობა არ არსებობს. ცვალებადობა არ არსებობს უფალში. ეს ადამიანს აქვს, ზოგი ნაკლებად უყვარს, ზოგი მეტად უყვარს. ღმერთში ეს არ არის. მათ უყვარდათ განსაკუთრებით უფალი. თვითონ გამოირჩნენ უფლისადმი სიყვარული. პეტრეს დიდი რწმენა ჰქონდა, იოანეს დიდი სიყვარული, იაკობს დიდი სასწოება უფლისადმი. და ნაზარეთის ხარეს პალესტინაში, გალილეის რეგიონში არის მთა თაბორისა, მაღალი მთა, ზეთისხილის ხეები და მუხნარით არის ახსავს, სიმწვანით არის გალამაზებული ეს მთა და ძალიან მაღალია. დადიან უფალი და ეს სამი მოწაფე. და როცა მთის წვერს მიაღწევს, თითქოს ზეცა და მიწა ერთიანდება, როცა მთაზე დგეხარ, უფალი დგება ლოცვად. და მოციქულები გზის სირთულის გამო და იმ სიცხის გამო, რომელიც პალესტინაში არის, ადამიანის სიცოცხლეს იჩენენ და როცა შინა ხდება, ჩაძინება მათი. და მათ გამოაღვიძებს დიდი ნათელი. და ხედავენ, რომ ზესავით ბრწყინავს უფალი. იმდენად აჩვენებს თავის ღვთაებრივ ბუნებას, რამდენადაც ეს შეუძლია ადამიანმა დაინახოს, იმიტომ რომ მოციქულებიც ადამიანები არიან. და დგას მოსე, დიდი კანონდებელი, რომელსაც ბიბლიის პირველი 5 წიგნი დაწერა. და დგას დიდი წინასწარმეტყველი, ელია, იგივე ილია, რომელიც სიკვდილი განუცდელია, ბუნებას აჯობა, სიკვდილის გემო არ აიხილა და ზეცაში ცეცხლოვანი ეტლით აღამაღლა უფალმა. ეს ორი დგას მის წინაშე და ამბობენ, ყვებიან, მოუთხრობენ იმ ფაქტის შესახებ, რაც სულ მალე აღესრულება იერუსალიმში. მაცხოვრის ჯვარცმაზე და აღდგომაზე საუბრობენ ამ დროს. ისეთი სულიერი მდგომარეობაა საოცარი, რომ პეტრე მოციქულს აღმოხდება სიტყვები, რომ ქვნათ აქ სამტალავარო, ანუ სამი კარავი უფალს მიმართავს. ერთი შენ და ერთი მოსეს და ერთი ილიას. ჯერ ვერ ხვდება პეტრე მოციქული, რომ მოსესზე და ილიაზე დიდი დგას მის წინაშე. ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ ეს ორი მას მიახლა, მას ეთაყვანებიან. ერთი გარდაცვლილი, ერთი სიკვდილგანუცდელი. ეს ნიშნავს, რომ აჩვენებს უფალი, მე ვარ ღმერთი, რომელიც სიკვდილზეც და სიცოცხლეზე ვბატონობ, ზეცაზე და მიწაზე. და პეტრე კიდევ რატო ამბობს, ამბები ამბობენ, რომ სამი კარავი ვქნათო. ხანდახან არის ადამიანი, ამბობენ, საკუთარ თავს დანატრისო. ისეთი ბედნიერიო. არასოდეს არ უნდა დამთავრდეს ეს ბედნიერება. მიწიერი სიხარული როცა გახარებული ადამიანი, უნდა რომ ეს სიხარული იყოს და არაფერი სხვა განსაცდელი არ მოხდეს. პეტრესაც ეს ჰქონდა. ღმერთთან ყოფობის სიხარული, მადლში ყოფნის სიხარული ისეთი დიდია, რომ აღარაფერი არ აინტერესებს სამყაროში. გინდა მთელი სამყარო გაიყინოს, ერთ წერტილად იქცეს, ერთ წუთად და ეს წუთი აღარ გაგრძელდეს.
ისეთი ბედნიერება ღმერთთან და მადლთან ყოფნა და ღმერთისგან მოდის მადლი. და ასევე იცის, აი ლაპარაკობენ მოსე და ელია უფალთან ერთად, რომ მაცხოვარი უნდა სტანჯონ, უნდა ჯვარსაცვას, უნდა მოკვდეს და არ უნდა რომ ეს მოხდეს. აი ამიტომ იძახის აი ამ სიტყვებს. ამბობდნენ რომ ებრაელები რომ უფალიო კანონებს არ ღვევსო, აი შაბათს კანონს ედავებოდნენ და სხვა კანონებს მრავალს. და ყველაზე დიდი კანონდებელი მოვიდა აქ და ეთაყვანება უფალს. ამ ვინავა რომ ეუბნებოდა უფალი მადა, ეუბნებოდნენ იმ გონი ვარო ხალხო და ერთი წინასწარმეტყველთაგანი გონი ხარო უფალო. და აი ყველაზე დიდი წინასწარმეტყველი თავს უდრეკდა. რატო კიდე მოსე და ელია, მოსე ხალხის გამო ფარაონს დაუპირისპირდა და ელია დაუპირისპირდა აქაბს კეთილთაყვანისმცემლობის გამო. მოციქულებს ევალებოდათ ახალი ისრაელისთვის, ანუ ქრისტიანული სამყარო არის ახალი ისრაელი, ახალი ელიუფის. უნდა დაპირისპირებოდნენ ბოროტებას, დიდ ბოროტებას და ადამიანები გადაერჩინა დიდებულ უფალს, ყველას სნა და გადარჩენა მოგმადლოს. გადარჩენა მარტო თაბორზე კი არის. გადარჩენა ამ ყველა ტაძარში ხდება, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ხდება თაბორის მათთან ზიარება. სიმონ ახალ ღვთისმეტყველს ეკითხებიან რა არის ყველაზე დიდი ერესიო და ის ამბობს ყველაზე დიდი ერესი ისა როცა ამბობენ რომ ამ დროში ამ ჟამში ვეღარ ეზიარებიან ადამიანები იმ მათს რომელმაცაც ადრე ეზიარებოდნენ. ყველა დროში შეიძლება უფალთან ზიარება, უფლის ნათლის ზიარება. ყველა დროსა და ჟამს შეიძლება ეზიდება უფალს. აი ამ დროს ისმის ღრუბლით იფარება იქაურობა და დღესაც კი ყველა ფერიცვალება დღეს, აი დღევანდელ დღეს, ღრუბელი ნისლივით მოედება იქაურობას. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ ერთუცაც კი ვერ არჩევენ, ისეთი ნისლი ჩამოდის მიწაზე. და ისმის მამის ხმა, ესე არ ძე, ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყო, მაგისი ისმინე. უფლის უნდა ისმინოს ადამიანმა, თუ უნდა ცხონება და გადარჩენა, თუ უნდა საუკუნო სიხარო შევიდეს, თუ უნდა მარადიულობის მკვიდრი გახდეს, უფლისა უნდა ისმინოს ადამიანმა. ეს მამა მასწავლა კაცობრიობას. ესეა ზე, ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთო. და მოციქულები შეძრწუნდნენ, დაეცნენ. ეხლა დღეს იძახიან ხოლმე, უფალი მაჩვენეთო, აბა რომ ვირწმუნო. ხმა გაიგონეს და კინაღამ გონება წაერთვათ. რაღაცა საოცარ აფრთოვანებაში მყოფი მოციქულები მიწაზე დაემხნენ და წოდნენ. მოვიდა უფალი და აყენა ისინი. δεუბნება არავის არ უთხრათ ეს, სანამ არ მოხდება ისი მკვდრეთი და აღდგომა. და იმამები გვეუბნებიან ასეთ რამეს, რომ აი როგორ სანატრელნი არიან მოციქულები, თაბორზე მზესა წყინვალი უფალი იხილესო და მოვა დრო მთელი სამყარო ვინც კი დაბადებულა იხილავს უფალს არათუ თაბორზე არამედ ღრუბელზე მჯდომარეს წმინდანებთან და ანგელოზებთან ერთად მოსულს მზესავით გაფრწყინებულს. და ამ დღეს გადაწყდება ვინ ეზიარება უფალს, ვინ დადგება მარჯვნივ და ვინ დადგება მარცხნივ. და ამ ცხოვრებაში უნდა ეცადოს ადამიანები, რომ თაბორის ნათელი შეიძინოს. ცოდვის შესამოსელი დააგდოს ადამიანმა და თაბორის ნათელი შეიმოსოს. და როგორ ხდება ეს? რა დროს მოხდა უფლის ფერისცვალება? ლოცვის დროს. ლოცვით მართლ წმინდა ცხოვრებით, ცნებებით და ხსრულებით ადამიანში ხდება ნელ-ნელა განწმენდა. აი რამდენი ადამიანი მოვიდა და რეულები მოიტანეს უამრავი ცოდვა და ნელ-ნელა ადამიანები როგორ დააგდეს ძველი ცოდვები, ზურგი აქციეს განუდგეს და დაიწყო მათი ცვალებადობა, სიკეთისკენ შეცვლა. სიკვდილამდე ხდება ადამიანის ფერის ცვალება. ეს არასოდეს არ უნდა შეწყვიტოს. ნელ-ნელა უნდა მოხდეს ადამიანის ფერის ცვალება.
უცებ ვერ გახდება წმინდანი, უცებ არაფერი არ ხდება. ეს ტაძარში ხდება, ღვთის მადლით ხდება ეს ყველაფერი. აქ ხდება. მოსე და ელია საოცარნი იყვნენ, აი მოციქულებს ეუბნება უფალი ამით, რომ ერთმა 3 წელიწად ნახევარი მოითმინა, უწვიმობა იყო, ნამიწყი არ იყო, შიმშილი იყო საოცარი. და მეორე მოთხრა სიცოცხლის წიგნიდან ამომჩალეო, თუ ეს ხალხი არ გადარჩებაო. ერთს უნდა და ადამიანთა კერპთაყვანისმცემლობისგან გადარჩენა და მეორე იძახდა მოსე, რომ სიცოცხლის წიგნიდან ამომშალე, თუ ეს ხალხი არ იქნება. აი ამ სიცოცხლეში მივყევართ მოციქულებს და ყველაფერი გააკეთეს, ისწავლეს მათგან, მოსესგან და ელიასგან, როგორ უნდა მომსახურებოდნენ უფალს. ბოროტებას უნდა დაპირისპირებოდნენ, ეშმაკს უნდა დაპირისპირებოდნენ. მოსე მეწამული ზღვა გააღო და მოციქულებს უნდა გაეღოთ რა. ბოროტების ზღვა უნდა გაეყო და ადამიანი გაეტარებინათ აი ამაში. და მათ შეძლეს, მათ დაარსეს სამოციქულო ეკლესია, სადაც შეიძლება რომ თაბორის ნათელს შეხვდეს ადამიანი, მოემზადოს იმ დღისთვის, როცა დიდებით მოვა უფალი. და იტყვის, მოდით ჩემთან კურთხევნო და სხვებს ეტყვის, ვაი რომ იქნებიან ეს სხვები და ნუ ვიყოთ იმათთანა, სადაც ეტყვის უფალი, წარვედით ჩემგან წევლო ცეცხლსამას საუკუნეს. ინებოს ამ დღის მადლმა, რომ ჩვენშიც მოხდეს ფერისვალება ისაკვირველი. და დღეს მოვიტანეთ ხილი, მიწის ნაყოფი, და ადამიანის მიწა. და რა საამურია სანახავად მიწის ნაყოფი, მშვენიერი სურნელით გემოთი, თვისებები აქვს. ასევე მიწამ თუ ნაყოფი გამოიღო, ადამიანმაც უნდა გამოიღოს კეთილი ნაყოფი. საქმენი არის მისი ნაყოფი. ხე ნაყოფით იცნობა, რომ შეხედავ, იგებ რა ხია ეს. ასევე ადამიანის ნაყოფით იცნობა, ვისია, ვის ეკუთვნის, მისი სიტყვა, მისი საქმე, მისი ცხოვრება აჩვენებს, რომ უფალთან არის ადამიანი, უფლის ხი არის, თუ უნაყოფო ხია რომ მოვიდა უფალმა და ვერ ნახა იქ ნაყოფი. და აი ძველ აღთქმაში, ბიბლიის მეორე წიგნში, გამოსვლათა წიგნში 23 თავში წერია, 19 მუხლია, როგორ უბრძანებს უფალი და ასწავლის, რომ მიათედი მათი შრომის ნაყოფი სალოცავში მიიტანონ, შეწირონ. ამით აჩვენებს უფალი იმის სხვა დანარჩენთან ერთად, რომ ტაძარში უნდა მოიტანოთ თქვენი გულის სიწმინდე, თქვენი წმინდა საქმეები. და ახალ აღთქმაშიც გადმოვიდა ეს ტრადიცია და რატომ აი ჩვენ ქვეყანაში ყურძენს წირავდნენ, აი საზე და შეოქვებრები ჰქონდათ ხალ. პირველი ნაყოფი თავიანთი ვენახისა მოჰქონდათ ამ დროს მწიფს და ეს უპირველესად წმინდა ზიარებისთვის გამოიყენებოდა. ვინით ხდება წმინდა ზიარება. სხვა ქვეყნებში სხვა ხილი, სადაც ყურძენი არ მოდის. ეს შესაწირი, რომელიც მოაქვს ადამიანს ტაძარში, იმის ნიშანია, რომ უპირველესად ძველ აღთქმაში თუ მიწის ნაყოფი მიჰქონდა, ახალ აღთქმაში უნდა მიიტანოს ადამიანს თავის ცხოვრების, წმინდა ცხოვრების ნაყოფი. და აი ამ ვენახით ძველ დროში, რომელიც შემოსწირავდნენ ზიარებისთვის ღვინო მზადდებოდა და ყურძენივით მოხდეს ჩვენი დაწურვა. აი როგორც ყურძენი გაიჭყლიტება რა და მერე წვენი გამოვიდა და ის ღვინო, აი ესე ცოდვასთან ბრძოლაში უნდა გაიჭყლიტოს ადამიანი და ღვინოთ უნდა იქცეს და უფლის წმინდა საკურთხეველზე შეიწიროს. მერთმა ინებოს ფერისცვალება ჩვენი, მერთმა ინებოს გადარჩენა ჩვენი და თქვა, ვისაც სიცოცხლე გინდა, ვისაც მარადიული სიხარული გინდა, ვისაც ჩემთან ყოფნა გინდა, მას უსმინეთ. ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთო და ქრისტესი მოგვესმინოს, როგორც მოციქულებმა მოусმინეთ და გაყვნენ და მარადის ვიხარებდეთ უფლის სამყოფელში და ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდა სასულს. საქმეა თავარი. მეორედ მოსვლის დროს, როცა დიდებით იხილავს ადამიანი უფალს, იქ არ იკითხავენ
ვინ არის ბრძენი, ვინ არის უგუნური, ვინ არის მდიდარი, ვინ არის ღარიბი, ვინ მაღალი, ვინ დაბალი. არაფერს არ მიექცევა ყურადღება, ვინ განსწავლდა, ვინ განსწავლდა. საქმეებს და სანამ ვართ წმინდა საქმეები ვაკეთოთ. ეხლა მოხდება ხილის კურთხევა, ყველაზე დიდი საქმე ლოცვა. ლოცვაში მოხდა ფერისცვალება და ინებოს უფალმა ფერისცვალება იჩვენა. Sazeda perițoane Cristel mereto, dau trene monta petra scenătă. Ide bașinda țalise matiță, na gamo urține cența ciobirta tateli șenili uaștile meli, meu femita pticioveli sată. Natlisa momțemelo upalotide pașenătă. Uplisa mimar filoto, Agupeu paloapaesena mopivenatisa, romeli ketila, შეზავებითა მყუდროებითა ჟამფათა და სვარტაგან წვიმისა და ჯერიჩინე სინციდის ამის მოსვლა ბრატა იყოს ესე ჩვენ და სიხარუნდა რათა შევსწირებდეთ ამას ჩვენ და წუნარ სალხინებელად სოდლათა საფრთხოისა და წმინდისა სისხლის ამის ქრისტე შენისა რომლისათანა უხალ ხარდანა ყოვლად წმინდი Захерия слава спокойно чуди ченду, аз да марадис да укрепи нисанде. Нисани ма хрибуцо. Туба лошевицаве. Беупеу хало, умехто ჩვენო. შენთაგან შენ და მოვიღებთ წინაშე შენსა. შესაწირავთა თვითოულსა ყოველთა გულითა, სასყიდელი ამის მადლითა შენითა, საუკუნეისა მის მოგვანჯენ ჩვენ, რომელმა მქვრივისა მის, რაიცა ძალედვა შესაწირავი შეიწირე, ეგრეთვე რომელი ესე შემოგწირეს მონათა და მხევალთა, აქა მყოფთა, აქა მოხსენებულთა შეიწირე და საუკუნოს ამას კეთილდა საუნჯესა ღირსყავესენ, რომელთა მოიგეს, მოანიჭე ქვეყნიური კეთილი და უშურველსა მის განსვენებასა ღირსხვალ, რაოდენი შემოგწირა მიითვალე, რამე თუ კურთხეულ არ სახელი შენ და დიდებულ მეუღლება შენი, მამისა და ძისა წმინსულისაც და მარადის და უკვლინთი უკულისამდე. უფლისა მიმართ ვილოცოთ, Упало ღმერთო ჩვენო, რომელმა მრავლითა წყალობითა შენითა მომიყვანენ ჩვენ ჟამს ამას და აკურთხე მოგცევაი წელიწადის ამის და გვირგვინოსან ტყავიგი ნაყოფიერებითა, რომელმა უბრძანე ქვეყანასა მიუწვდომელეთა მით სიტყვებითა შენითა გამოღებად ნაყოფი საზდე და ჩვენ და შენ უფალო მოგმადლე მონათა შენთა მოღებად პირველთა ამად ნაყოფთა მშვიდობით და შეკრბა სიმრთელითა და ერთობით და ყოველივე იაფობა ყოვლისა კეთილისა მონიჭება რამე თუ შენ ხარ მომცემელი საუკუნეთა მატკეთე და შენ და დიდებასა შევწირავ მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. იკურთხება ხილი ეს ესურებითა წმინდისა, წყლის აიაზმისათა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. იკურთხება ხილი ეს ესურებითა წმინდისა, წყლის აიაზმისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. იკურთხება ყურძილი ესეთა ხილისა წმინდისა წყლისა აიაზმისათა სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა
აწმარადის და უხურისამდე ამინ დასაზე და პერიცვალე ქრისტე ღმერე თუ დაუჩვენე მოწაბეთა შენათა დიდება შენი ძალისებრ მათისა და გამოგვიწინე ჩვენ ცოდვილთა ნათელი შენი მიუარჩtildeებელი მეოხებით ღვთისმშობელისათა ნათლისა მომწემელო უფალო დიდება შენათა დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულოცა დასაზე და პერიცვალე ქრისტე ღმერე თუ დაუჩვენე მოწაფეთა შენათა დიდება შენი ძალისებრ მათისა და გამოგვიწინე ჩვენ ცოდვილთა ნათელი შენი მიუარჩtildeებელი მეოხებით ღვთისმშობელისათა ნათლისა მომწემელო უფალო დიდება შენათა აცდა მარადის და უკუნითი უკუნის ამადა